ბათუმის ბულვარში გასართობი ობიექტის მიმდინარე მშენებლობა დღეს ლეიბორისტული პარტიის აჭარის ორგანიზაციაში გააპროტესტეს. დავით რობაქიძე პროკურატურას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის საქმიანობის შესწავლისაკენ და ობიექტის პრივატიზაციის კანონიერების საკითხით დაინტერესებისაკენ მოუწოდებს. ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლის თქმით, ბიძინა აფხაზავას ნებართვის გარეშე მშენებლობას ვერავინ წამოიწყებდა. დავით რობაქიძე აცხადებს, რომ აღნიშნული ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 20 წლიანი იჯარით არჩილ ხაბაძის სიმამრს გადასცა და მშენებლობის ნებართვა სწორედ მისი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე გაიცემა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი დავით რობაქიძის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. ბიძინა აფხაზავას თქმით, ეს დროებითი ნაგებობაა, რომელიც ძეგლს და ლანდშაფტს არაზიანებს. შენობა ჟავლად ნახე არც ერთი. არავინ პასუხს არ თხოვს ბატონ ხაბაძეს იმისათვის, რომ მან საკუთარ სიმამრს და უпроსტად ეკონომიკის სამინისტროს და მინის დაავალა, რომ საკუთარი სიმამრისთვის მიეცა ერთლარად ბულვარში, ბათუმის ბულვარში ტერიტორია. მიმართავ აჭარის პროკურატურას უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე აღძრა სისხლის სამართლის საქმე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელზე, ბატონ აფხაზავაზე, შეაჩერონ მშენებლობა, უკანონო მშენებლობა და დაიწყოს ამ ფაქტის მიმართ, რამდენად კანონიერად არის გაცემული ეს ტერიტორია, დაიწყოს გამოძიება. თუ კი მე დამნაშავება მიმცენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და რაც შეეხება ბიზნეს ინტერესებს, მე საიდან უნდა ვიცოდე, ვისი რა მე ვიცი, აგერ ამ დოკუმენტში წერია, რომ იჯარი დავს ალექსანდრე ინსკილოც აღებული. მე საიდან უნდა ვიცოდე, ვინ მისცა, რატომისა, იმის უკან მინდა ჩემ არ შედის მაგით ჩემ ფუნქციებში. რაც შეეხება შენობის ავკარგიანობას, ყველაფერი არის დოკუმენტებში, შენობა არის ძალიან კარგი, თლიანად იფუთება ნარგავებით და რა ვიცი, ჩვენ საბჭომაც გადაწყვიტა, მე ჩავთვალე, რომ სწორი იყო და ამიტომ მივეცით უფლება.